დღეს ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ვაჟთა ვოკალური ანსამბლის ბორჯომის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ანსამბლი ბორჯომი 1974 წელს შეიქმნა. მას მოღვაწეობის 40 წლიანი ისტორია აქვს. დღეს მსმენელის წინაშე ანსამბლის მხოლოდ 6 წევრი წარსდგა. წლების მანძილზე ფესტივალებზე დავდიოდით საზღვარგარეთ, ევროპა მოგვივლია, რუსეთი, ესტონეთი, პრიბალტიკაში ვიყავით ქვეყნებში. ძალიან წარმატებული ანსამბლი იყო. შემდეგ იანგოს მერე ჩამოიყვანეს მამია ხატელიშვილი, იყო ამ ანსამბლის ხელმძღვანელი ჩვენი დაახლოებით 10 წელი მაინც. 95 წლიდან მერე მე ვიყავი უკვე ანსამბლის ხელმძღვანელი 2013 წლამდე. 2013 წელს ანსამბლი დაიშალა, იმიტომ რომ ანსამბლის წევრები გარდაგვეცვალა. ლერი დოლიძე, ალექსანდრე ალიკა სალაღაია, ტაიას ვეძახდით მეც სახელად, ხო. ძალიან ბევრი გარდაიცვალა ანსამბლიდან წევრები და ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ნელ-ნელა უკვე ანსამბლი დაგვეშალა. ანსამბლი ჩვენთვის პირველი თორე მეორე ოჯახი არის. რადგან მე ბავშვობიდან მღეროდი და ესკერელმა მიყვარა ძალიან და სასწავლებელში სწავლის დროს ჩვენმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეთ პირველი ჯგუფი, კვარტეტი ვიყავით. შემდეგ კვარტეტი გაიზარდა და უკვე ანსამბლის ფორმა მიიღო და აი მოყვებით მუშაობდა ვართ ერთად დიდი ხნის ისტორია 4 წელზე მეტი არის ჩვენ ანსამბლში გვერი ვართ და ესეთ რამ განაპირობა ყველაფერი ეს ქართული სიმღერის სიყვარულმა და ერთმანეთის სიყვარულმა და პატივისცემამ ძალიან ერთმანეთთან შედით დამოკიდებული ქონა ყოველთვის. ანსამბლ ბორჯომს მოღვაწეობის 40 წლის იუბილეი ულოცა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ. ღონისძიებაზე წარსდგნენ ანსამბლ ბორჯომის ახალი თაობის წარმომადგენლები, ანსამბლები ოქტავა და მზეშინა. ანსამბლს ლექსი და კომპოზიცია მიუძღვნა რუსლან ჯანიძემ. ამ 40 წლის მანძილზე ამ ბიჭებმა, ასე ვიტყვი, სიყვარულით, მოკლედ ვიტყვი, ამ ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ ბორჯომის სახელი არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთაც გაეტანათ. მათ მოვლილი აქვთ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველა სოციალისტური ქვეყანა და ევროპის ყველა სოციალისტური ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი პოპულარობით, დიდი სიყვარულით და დამსახურებით სარგებლობდნენ ამ ბიჭებმა 30 წელზე მეტი ხანი ყოველგვარი დაფინანსების გარეშე იმღერეს საკუთარი სახსრებით, საკუთარი ენთუზიაზმით 30 წელზე მეტი გაიარეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ანსამბლ ბორჯომის წევრებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცა.